ჩუქებთ. მადლობა ბატონო გელა საჩუქრებისთვის, ინტერვიუსთვის და როგორც წარმატებული ბიზნესმენი, ერთ რამეს რას გვეტყოდით, რაც ახალგაზრდებს სჭირდებათ წარმატებისთვის. ჩემი თხოვნა ბიზნესია. მე რასაც გეტყვით, არ გაგიბედავენ, არც გეტყვიან და არც ლექტორი არ გეტყვის. აი უყურეთ. ნახეთ გელა ბარკალაია სადმე რამე აწერია. თუ ბიზნესმენი ხარ, დახატული, მიხატული, მოხატული, ყველაფერი არის ზედმეტი. 5 საყურე, 7 საყურე ღმერთმა დაიფაროს, რომ ახალგაზრდა ბიზნესმენს საყურეები კონდეს. ყოველთვის ეცადეთ ცხოვრებაში, რომ ტყუილი არ გამოგივიდეს. აი დამწყები რო ხარ, მაშინ უნდა მოიპოვო სახელი და ტყუილი არ გამოგივიდეს. არასდროს არ თქვა ტყუილი. ვერ მოიგებ, მაინც არ თქვა ტყუილი. ხვალ მოიგებ, თუ გინდა მოიგებ. და რაც მთავარია. ვისთანაც არ უნდა იყო, სადაც არ უნდა გააკეთო ბიზნესი, აუცილებლად უნდა იყოთ მოწესრიგებული უმაღლეს დონეზე. მთავარი არის ვიზუალი, ჩაცმა. შეიძლება არ იყოს ზვირიანი პერანგი, მაგრამ ის უნდა იყოს გადაუთავებული და მოწესრიგებული, როცა შენ ბიზნესის დაწყება გინდა ან ბიზნესში ხარ. მთავარი ბიზნესში, დიდ ბიზნესში რო გადახვალთ და გახდებით სოფლიო გამოფენის წევრები, მე თუ გავხდით თქვენ რატო არ გახდებით, თქვენ უფრო ადრე გახდებით. შეხვედრაზე არასდროს არ უნდა დააგვიანოთ. თუ თქვენ დააგვიანეთ შეხვედრაზე, ახლა იცი რა მარშრუტკა საბურავი დაეშვა, იცი რა ტრაფიკი იყო, იცი რა არ ვიცი. ბიზნესმა იცი რა არ იცის. ბიზნესმა იცის ერთი რამ. ჩვენ შეთანხმებულები ვართ პირველ საათზე და კეთილი ინებია და 1 საათი დადრე წამოდი. თუ მანქანას საბურავს დაუშვებ, სხვა მანქანით მოდი. ბიზნესმა არ იცი, შენ აქ ვერ აუხსნი. მაღალი დონის ბიზნესმენი გელოდება და შენ მას ვერ აუხსნი, რომ საბურავი დაიშვა თუ სახში უთო არ ქონდა, სეროჩკა რომ დაგეუთაებია. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა მოაგვარო და აქ უნდა იყო 9 საათით ადრე, რომ ზუსტად შეხვდე იმ ადამიანს, ვისაც უნდა შეხვდე. შენ არაფერს არ გეტყვის, რომ დააგვიანო, მაგრამ მეორეჯერ არ შეხვდება. მეორეჯერ არასერიოზულ პარტნიორს ჩაქვის, არასერიოზულ ბიზნესმენად ჩაქვის და არ ეცდება